სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა ციალა მირეკავს, ახლა ამის თავი არ მაქვს რა. უთხარი რომ ნიკამ ფეხი მოიტეხა თქო და ვერ გიპასუხებ ექიმს ველოდებით. შესანახავად არ მოვა მერე? გოგო. მაშინ წვიმა წამოვიდა თქო და სარეცხი უნდა ავიღო თქო. ბიჭო, გვერდით კორპუსში ცხოვრობს ქალი და ეხა ნომრების მიხედვით ხო არ არის ამინდი. რა გავაკეთო? რა საკეთებ ნიკა? მიდი საათს ვინიშნავ მოხსნი თუ არა რეკორდ შესას. წავიდა. წავიდა მეთქი. ხო ციალა დაიდა. აბაზანაში ვიყავი და ვერ გიპასუხე. რა საკეთებდი აბაზანაში? ვანავდი ციალა დაიდა. შეინტერესებს ახლა რას ვაკეთებდი აბაზანაში რა. მომისმნე რა გითხრა? უთხარი რომ ჰა ციალა დაიდა. მომისმნე შამპუნი გაგვითავდა თქო და ონკანია გაფუჭებული. წყალწნევა დააკლდათო ეცოდინება მაგას რატო? ციალა დაიდა, იცი სამსახურში მეჩქარება. და ციალა დაიდა გუშინ ხომ დამირეკეთ, გუშინ წინ ხომ დამირეკეთ და მესამე დღესაც ვეღარ გავაცდენ ახლა. ნიკას ელაპარაკე. კარგი რატო ციალა დაიდა ხანდახან ხო ჭკვიანურებსაც ამბობს ჩემი ნიკოლოზი. გაიზავდა უკვე. ციალა დაიდა გამოვიდეს მომენატრა ძალიან. ჩაკარტყმი ხო რაღაცას თავში გაჭერდი კაცო. გამოდი მომენატრე. ერთი კვირა საჭმელს არ გაჭმევ. ო, კაი, მაშინ იყოს. ხო ციალა დაიდა, უნდა წავიდე მეჩქარება ბავშვი ტირის. არა ციალა დაიდა არ შეგვეძინა ჩვენ ჩემი მულიშვილი ყავს დატოვებული უიმე ნიკამ არ იცოდა რომ დაყავდა და ეხლა გაიცნეს ერთმანეთი ბავშვები გიყვართ? ძალიან ციალა დაიდა, იცი რას გეტყვით? მე და ნიკა ხანდახან თამაშობთ ესე ბავშვობანას ხო? და ენას უჩლიკავ ხოლმე. ნიკა, და წავედი ხა, უნდა ვაჭამო ხო? კაი, ციალა დაიდა. კარგით ხო? კარგი ციალა დაიდა. კარგი ციალა დაიდა. ძალიან ცუდი ციალა დაიდა. კარგი. გავიჟდები რა. აი რანათა საუბი ყავს. ყველა ერთად რო გადაადნო, ერთი ნორმალური არ გამოგივათ რა. ჭამე რა ნიკა. ჭამ. უტყიე ხა ხელი რა. რატომ მოვიდა ამდენი ვერ ხვდებიდენი? გაინტერესებს ხო? მთელი დღე რო ფენი გაქვს ჩართული, მაგიტომ. ვაიმე ნიკა, ფენი რა შუაში ერთი გამაგებინე. კაი ბატონო, გამოვთოთ მაცივარი, ტელევიზორი, გავშიშვდეთ ვიაროთ შიშვლებმა, ავიფაროთ ფოთლები. დიახ, აი დღეიდან ზუსტად ასე უნდა დავიწყოთ ცხოვრება. კაცო, 3000 არხი მაქვს და მარტო ერთს უყურებ. ორს. მოკლედ დღეიდან უნდა გავანახევროთ ხარჯები. კაი ბატონო, მაშინ რა ვქნათ, იცი? მე ნახევარ სერიალს უყურებ, შენ კიდე ფეხბურთის პირველი ტაიმი ნახე და ესე გავანახევროთ. ოხლიკუნა რა. ხალხნო, უნდა დამეხმაროთ ახლა. რა მოხდა? მოდის კრედიტ ოფიცერი. ხო და უნდა ითამაშოთ, რომ ვითომ ეს სახლი არის ჩემი. გაიგე? ძალიან კარგი. მაშინ ეს წაიღია იქით არის მე მოიტა რა არის იქ? რა და დენის გადასახადი. რა თქმა უნდა, დენის გადასახადი. მოუჩეკათო, სახლი თუ შენი, აბა გადასახადები მე უნდა ვიხადო. გაჩერდი ერთ წამს რა. მოგზანდით. გამარჯობა. სურათები უნდა გადავიღო. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი სახლი. კი ბატონო. თქვენ არა ბატონო, სახლს უნდა გადავიღო. ეჰე. სხვადასხვა ძალიან კარგი სახლია, ძალიან კარგი. თბილი, წყნარი, მშვიდი, ძალიან კარგი მეზობლები მყავს. რამდენი კვადრატია? 70. თქვენ კოტეს მეუღლე ბრძანდებით? არა, იცით, მე დავაპროექტე სახლი. ლიკუნა არქიტექტორი გახლავთ. თქვენ ლიკას მეუღლე ბრძანდებით? არა, პრარაბია მეხმარება ხოლმე. თქვენ ყავა ან ჩაი ხომ არ გინდათ?
რამხელა ქონება მქონდა, რამხელა და აი ეს ბინაღა შემომრჩა მარტო. კი. სწორად მოვედი. სტუმარი ყავს კრედიტ ოფიცერი და ძალიან გთხოვთ, ეხლა ნუ შეგვაწუხებთ. ამას ზაპოი აქ რას მოდიალოს? ეს კაცი ვინ არის? ეს კაცი. ეს მამა ჩემი. რა მამა კოტე შვილო? მამა. შვილო? პატარა არ გინდოდი. ახლა დიდიც აღარ გინდივარ, ხო? ძალებკუთ. ძალებკუთ. უკაცრავად. მაიკო, ეს რა დაზღვევაა? ჯანმრთელობის. ანუ ყველაფერი შედის ამაში. ნუ, ყველაზე ძვირიან პაკეტში ყველაფერი შედის. თითქმის. უი, რა კაია, ესე იგი მეწყერი, ტორნადო, იქ რაღაც საშინელებები, ყველაფერი. აი მენელიკო, ბოლოს როდის ნახე ტორნადო, მითხარი, ეხა ჩქარა გეხვეწები. გოგო, ტორნადო არა, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ჩემ შეყვარებულს თუ აქვს ნედა ეს დაზღვევა? და შენ შეყვარებულთან ხო იჩხუბე და რაში გაინტერესებს? აი ზუსტად მაგიტომ მაინტერესებს. უნდა მივუნგრიო ცხვირპირი რა, ესე კარგად რომ მე დაჭირდეს და დაზღვევა. მაიკო, მინიმალური პაკეტი 35 ლარიდან იწყება ხო თქვენთან? ისე 50 ლარიანია, მაგრამ ნუ JF-ისთვის 35 ლარია. უი, რა კაია, რა მაინტერესებს? ესე იგი, არაფერი არ გადავიხადო, მე რა ხდება? ნუ მაშინ 0%-იანი შეღავათით ისარგებლებ. აი მე რა მაგარია. მოდი მე მაგას ავიღებ, ხო? ხო, მაგას ავიღებ. კაია. თქვენ გეგონათ რომ ეხლა მე ამ სახს ბანკში ჩავდებდი? არ ჩაგიდია ჯერ და არ გავამიხსნი ამე, ხო? აი რა, კარგი რა ნიკა, გამაგებია მეჯო. ანის ბანკის თანამშრომელი ვინ იყო? ანის კოტე რატო გაიზახი ჩემი სახლიაო? ახაზ მამიკო მომისმინე? დადგმა იყო ეს ყველაფერი. ნუ სპექტაკლი ასე ვთქვათ რა. რა დადგმა იყო ბიჭო ასეთი? გამისკდა გული. ამდენი იმაზე არ მინერვიულია ამაზე, რომეო და ჯულიეტაზე. ია, მოდი. გამარჯობა. გამარჯობათ, მაგრამ უკვე იყვნენ ბანკიდან ჩვენთან. არა ბატონო, მე ბანკიდან არა ვარ. თქვენი ახალი მეზობელი ვარ, გრამიტონ ცნობილაძე. და მინდა გაგიცნოთ, ხომ და ვიცნობდე მეზობლებს ვინით იცხოვრობს, ა? ესეც იმ დადგმის გაგრძელებაა, ხო? არა, დაწყები ფოტო მახას. თეთა რა კარგი სახლია? თეთა ბიჭო რა კაი სახლია? ჩემი კი არ არის ესეთი. ასეთი რო იყოს, ძალიან გამეხარდებოდა. თეთა რა კარგი სახლია. ამასაც ბანკში უნდა ჩვენი სახლის ჩადება, ხო? დამშვიდით. რამდენადაა შეფასებული? ხო მეგონებოდ. ერთი წუთით შეუფასებელია, ჩემო ბატონო, დაგვეწვიეთ რა. არა, მადლობთ, გიახელით წეღან. მაშინ დავბძანდით. მადლობა, ვიჯექი წეღან. ბატონო გრამიტონ, რამდენი წლის ბრძანდებით? 50-ის. 50. ო, 1950-ის. არ გეტყობათ საერთოდ. ხო, კარგად ავარ შენახული. სამსახური, სახლი, სამსახური, ერთი წყალი დამალევინე და ნარდით უკვე გამოიტანე, სხვა არაფერი არ მინდა. კი ბატონო. ხო და მერე 17 წელი ვიმუშავე კისლავოდსკში, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში, თავარ სპეციალისტად. იასლაბარა გოგო. ო, შენ ნიკოლაევიჩთან? იცნობ მამიას? ვიცნობ? რა არ გადამრიო, რა? ვიცნობ კი არა. ვიცნობ კი არა, ეს იაკი ესპანჯი. მაგის ნაჩუქარი ტრუსები ახლაც მაცვია. გაჩვენებ აგეთ. მოიცა არ არის საჭირო ჩემო ჯიფოსო. ჯერ რა ხარისხი იყო მაინც არა? აბა. პირველი ფაბრიკა იყო მსოფლიოში. ბრიჯიტ ბორდო, იაგანი. ბრიჯიტ ბორდო მაგის მეც კი არაფერს იცვამდა. ო, ბრიჯიტ ბორდოზე არაფერი უთქვამს მამიას. ო. არ უყვარდა ლაპარაკი ცხონებულს.
მომისმინე და აქ გადმოსვლამდე საცხოვრობდი. საცხოვრობდი და ავლაბრის მეტროსთან წურწუმიაზე გავიზარდე. რასამო? აბა? მომისმინე და წურბელას ის რო გურამა გოგრიჭიანს. წურბელას ვინ არის? შაშისე მინამოში. მაგისი აფირისტი. ისეთი რამე გამიკეთა, მაგრამ რო დამინახავს, სად დაიმალოს აღარ იცის. რა გამახსენე ახლა ეს გურამა კაცო? კაი ხასიათზე ვიღავი. რა დროს გურამა? საიდან ისრო ამ გურამას? ბიძაშვილია ჩემი. დედა რა კაცი, რა ოხე. რა ბიჭი, რა კაცი, რა საოცრება კაცო. გაგორ. კინოში რო ვართ წასასვლელი. კინოში უნდა წავიდეთ, კინოში. კინოში მიდიხარ? წასასვლელები ვართ, ხო? რა იყო? ბუდულაის ახალი სერია გამოვიდა? ბუდულაი არა, ჭრიჭინა. ტერმინატორი გადის. ვერ ვიტან ამ ახალ კინოებს, აი ვერ ვიტან რა. რატო? რა ვიცი. უთო. რა უთო? უთო კი არა და უთო ხო არ დაგჭათ, ჩართული თქო. არა კაცო, რა უთო? უთო საერთოდ არ მაქვს. ოჯახში. არა მაქვს უთო, რა თქმა უნდა უთო. რაღა მაინდა. უთო რა, რადგან. ისე მეც როგორ მაინტერესებს ეს ფილმი, როგორ 7 D არისო ამბობენ. აი, ხედავ? 7 D კინო, 3 D მულტფილმი, რაჯობდა მოსფილმს ადრე, რაჯობდა ადრე. ეხლა მალე 40 D გამოვაო და მსახიობი ასე გადმოვა ეკრანიდან, ჩაგიждდება კალთაში და უყარე კაკალი მერე. და აუცილებლად წასასვლელები ვართ თქო. ვაგვიანებთ. ბიჭო, წასასვლელები ხართ. მე ხომ არ ვამბობ არა ხართ წასასვლელები მეთი, მაგრამ რა საჭირო ამდენი დუ? ხო, დე. რა საჭირო ამდენი დე? დე. კინოს ნახვა თუ გინდათ, აგერ მიადგით ფანჯარასთან სკამი, გაიხედეთ გარეთ, სროლაც არის. ცივილიც, კივილიც, ტირილიც. და ტირილი მინდა ზუსტად ახლა მე. სხვაგან რო წავსულიყავით არ შეიძლება. აიწყო ახლა ამან გრამიტონებით. რა მოხუცი კაცი ვიჯუჯღუნებ ნიკა. სად იყო ბესპებერი? რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ 12 წლის ბავშვი დგას აქ და მოხერხულია. ბიჭო, ერთხელ მაინც არ წაგიყვანია ლიგა კინოში, ჰა? კინოში არა ის. თეატრში წავედით ერთხელ. ხო და შეიტანა პოპკორნი დარბაზში. ყველა ჩვენ გვიყურებდა. და ეს ჰოტელ რო აღრჩობდა დეზდემონა, საწყალი დეზდემონა ჩვენ გვიყურებდა. 5 ბილეთი თუ შეიძლება. 5 ბილეთი რა გინდათ? დავიჯერო ახლა ერთ სკამზე დაეტევი შე. კარგი მომეცი. 4 თუ რამე ჩავიჯე კალთაში რა ვქნა. ფული არ გადაახტევინო იცოდი. აი ხო იცი რომ არ გადამახტევინებს. იცოდი არ დაგასწროს გადახეთ, თორე სახლში აღარ წამოვა. ვაიმე სახლი ვისინაჩუქარია. რაღაც სასუსნაოებს ვიყიდი. თქვენ რა წამოგიღოთ? მე და მალხაზიკოს პოპკორნი და წვენდა ნიკას. ნიკას ფერი არ მომწონს. ხო და საფერი წამოვა. მაცუდად არ გახდეს. ლუდი წამომიღე, ლუდი. ხო, ლუდი და სასისქ ჩავაყრევინებ და 200 გრამს მოგიტან გასამხნევებლად კიდე. იცი რას გეტყვი თქვენ? არაფერი არ მინდა, თქვენ არა ქალბატონო. ო, კარგი, წამომყევი და წამომაღებინე რაღაცეები. ხელი მოკიდე მაგრად მაგას არ დაგეკარგოს სამბე. ისი შედიხარ რას გეტყვი? ჭკუიდან არ გადამიყვანო, თორე 7 D ფილმი მონაგონი იქნება. ხო და ჩავაბარე, მაგრამ ბილეთებს და გიყურებ შენ. გამანიდე. ო, კარგი, წვენი და პოპკორნი, ხო? ხო და ბაწარი კიდე, ბაწარი. ნიკა! ვის გავატონი ერთადერთი ქალიშვილი, ვის? რო წამოგისკუპებია ეგ სათვალე აქ მზეს ხედავს სადმე, რას მარცხენეთი გამაგები. აი მე მიკეთია მარტო სათვალე? აბა ვის უკეთია ეთი დამანახი. აჰა, ესე იგი ვინ მარცხენს? მარა შენი ბრალი არ არის. კინგ-კონგის მერე კინოში არავის წაუყვანი ხარ. ნალ გაიკეთე სათვალე. რა თვიდა ერთი რა. ეხლა რა ფილმის დაიწყება, უბრალოდ ვიცი. რაიც. დანახი. რანაირად გაქვს დანახი დღეს გადის პირველად პრემიერა.
აგინახე თუ წარწერებით არ დაიწყოს. მიდი გაიკეთე ექსარტვალი და არ შეგეშინდეს არ მოკრა თავი. აი რა რას გადამეკიდეთ და ჩაიხვიეთ მართლა დამართლა რა. ვა! კოტე და ის ნიცა გაიჩიტნენ. აუ ჰალუცინაციები დაგეწყო ახლა? მე არა, შეხედე. უი! ნიკა და კრედიტ ოფიცერი. გამარჯობა. ვა! თქვენ აქ ყოფილიყართ? არა, ჩვენ არა ვართ. კოტე, დიახ. ვიცი. მადლობა მინდა გადაგიხადო დაპატიჟებისთვის. არაფერს. არა, მე არ დამპატიჟები ხარ. მაგას ბიჭი, არა. როგორ კაცო? ეს კინოთეატრი შენი არ არის? და ბაღში ჩადებას არ აპირებ ახლა ამ კინოთეატრში. მაგას ბიჭი, ბოდიში რა, მართლა ისე დავიბენი იქ რომ ვერაფერი ვერ აგიხსენით. ბოდიში რა. აი ბოდიში, ეხლავე. ბიჭო ახლოს. ახლოს მეტი ახლოს რა. უნდა იკოცნაოთ. გერხდა. ყურეამა. ას მაწით. თავი არ გაშავდე. წესხის გამოეხა ცოლად რომ მოიყვანოს. ოჰოჰო. კაი რა. არა მგონი ახლა ისეთი რამე გააკეთოს რომ მაგას ეს ხივიცის. და ბოლო რიგებში რომ დაჭდნენ. მაქსიმუმ 1000 ლარის სეპარატი დაუმზადოს. აჩვენებს რა ბიჭიც არის და ისიც აჩვენებს სექსს. კი არა და სექსს. კი არა და როცა ჩუმად შენ დაიკვირა. რატო ფეხები არ მომწყარო დაგთახდით აქ წამოსვლაზე? მოიწვიდე ცოტა ხანი და მოხტეხავე რა. თქვენი 7 დედა თქვენი. აი მე რა თქვი? 7 დედა და დედმამა ვაფშე რა. რა ხდება რა? ხომ არა შინია ჩვენს რემბოს. კი, მამა შინია ცოტა. ხო და თუ ეშინია დაახუნჭე ბიჭო თვალები დაახუნჭე სიცხვილი კი არ არის. აი მე მამა რეებს ასწავლი ამ რო თვალები დახუჭოს ფრინვას ამოუშვებს და ვიღა უყურებს კინოს. აუ რას გადაობთ ბიჭო პირდაპირ კომედი შოუ ხართ რა. პატარა კი არა ვარ ისი უნდა შემეშინდეს ა? აი მე ნიკა თვალთან მოდის. ნახე რა რეაქცია ჰქონდა რა სწრაფია. მე кайფეთ ხო? მე кайფეთ. ბრუსლია სუფთა. ეს დედა შენი გააჩერე ეთი რა. აი მე დედა ჩემი არ არის ეს კაცო. უი დედა ჩემი რა როგორ გაახალგაზრდავებული მე მამა ჩემი რამდენ ცოლს მოიყოს ყველა დედა ჩემი ვერ იქნება ხა? ისე სხვათა შორის ესეთ ადგილებში ყველა დედა ერთად რო წამოიყვანო კარგი იქნება, კარგად გადანაწილდება ჩემი გინებები. 7 დედა და დედმამა. აი ამას რა უნდა კაცო მომაშორეთ ერთი გადანებე თავი ეხლა მიქრიე ზოგი რაშრობი თვალეს ვასვენე დაჯექი არა იყოს მადლობა აი მე მადლობა კი არა დაჯექი ხახს ეფარები ნიკა ბიჭო ამის ყურებას მე მიყრო ნარჯობია მე კი საყვარელო მაგრამ დაჯექი წავიდე ჩვენ სახლში ხო? კი, წავიდეთ სახლში მოხდა. ნახოთ ვინმე ხომ არ შესახლდა. კი. აბა. კარგად. კარგად. ხედავ შემოლიკუნა? ვინ გაიფორმა ქონება? და კოტე და ნუცა სად არიან? კარგი რა ხო იცი უკან არიგებმა მიჩვევა იცის გახსოვს? არ მახსოვს? კაი ხო გაატარე რა. ნიკა? კინოში ერთხელ ყავდი და წინარიგებში ვიჯექით. ვიღაცაში აგერიე შენ. გეხვეწები და სისულელეებს ნუ ლაპარაკობ რა. რა სისულელეებს ლაპარაკობ? მოგეწონათ ფილმი? გადასარევი იყო? სულ ფილმს უყურე ახლა მაგან რა. წავიდეთ ჩემთან სახში. სახში რა გინდა ნიკა? რა ვიცი ვიმეცადინებ გაკვეთილებს. დავლიოთ რა.
კარგი იდეა, ჩაი დავლიოთ. სხვა არც არაფერი არ მიფიქრია, დავლიოთ ჩაი. და კარგი. მოკლედ წავიდეთ ჩემთან. არა, შენთან არა, კოტესთან წავიდეთ. ნუცა ნამყოფია და თავს შინაურულად იგრძნობს. ხო, თან ნუცა, უფრო კარგად დააკვირდის ზავს. იქნება კაცო უფრო მეტი სესხი მეკუთვნის. მოკლედ, სად მივდივართ ბოლო-ბოლო? ჩემთან. ჩემთან. ჩემთან? შენთან თუ კოტესთან? ჩემთან თუ მოკლედ თუცა რა არის, იცი? მინდა გითხრა რომ იცი ჩემთან ვიცი. ეს შენი მეზობელია და თან ცოლი. ეს შენი ნახევარძმა, ოღონდ დედით ერთი, მამით სხვადასხვა. აი ისინი კიდე ლიკუნას მშობლები იყვნენ, ოღონდ მამით ერთი, დედით სხვადასხვა, ხო? სოდნი ამას ყველაფერი და რას მანერვიულე კოტე. მოკლედ გზაში გავიაროთ მაღაზიაში და ახალი ტრუსიკი უყიდოთ ჩვენ ძმას. იქნება საკუთარ ძაღლში ტრუსიკით უნდა სიარული. ალო. მოდი. იარ გისმენთ? დაველოდოთ. ხო, ნიკა ვარ ვალიშვილი. საიდან? გათამბაშებიდან? რა მე? აი მე რა ხდება? აიღო ბიჭო. ნიკა. გამომართვე შენ ეს. ეხლა? კაი მე ეხლა. მგონი მოვიგე. ბიჭო.